მცხეთაში დღეს ჯვართაღმართების დღესასწაული აღინიშნება საზემო მსახურება სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში წალკელმა ეპისკოპოსმა გრიგოლმა აღავლინამ. საზეიმო წირვის შემდეგ 3 ჯვრით ლიტანიობა დაიწყო. სვეტიცხოვლიდან მრევლი ანტიოქიის მონასტრის გავლით მდინარე არაგვს ნავებით გადაკვეცდა მცხეთის ჯვრის მთისძირში. გეცემანის ბაღში ქართლის ცხოვრების ქვა სვეტა შეიკრიბება. აქედან ჯვრებს 3 მიმართულებით გადააბრძანებენ და აღმართავენ მცხეთის ჯვარზე, ყოველთა ქართულთა გოლგოთაზე, ხოთის მთაზე, წმინდა მეფე მირიანის მოქცევის ადგილზე და უჯარმაში სამეფო ქალაქში. დღესასწაულს საფუძვლად უდევს ქართლის ცხოვრებაში აღწერილი ისტორია. მე-4 საუკუნეში მოხდარი სასწაული, როდესაც ღვთაებრივი ვარსკვლავებით დაგვირგვინებული ცეცხლოვანი ჯვრისა და მისგან გამოსული 2 ვარსკვლავის მოძრაობის მიხედვით წმინდა ნინომ, წმინდა მეფე მირიანმა, წმინდა ეპისკოპოსმა იოანემ და მორწმუნეერმა აღმართეს ჯვრები მცხეთის ჯვარზე, ხოთის მთასა და უჯარმაში, რასაც ქართლში კერპების მსხვერპლობა და ხალხის მასიური გაქრისტიანება მოყვა. ჯვართაღმართებისა და ჯვრის გამოჩინების ეს უძველესი დღესასწაულები 2007 წელს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით აღდგა და აღდგომიდან მესამე კვირას აღინიშნება. ეს ტრადიცია სათავეს იღებს წმინდა ნინოს დროიდან, თუმცა შემდგომ მივიწყებული იყო ეს ტრადიცია და ჩვენი უწმინდეს და უნეტარესი ილია მეორის ლოცვა-კურთხევით 2007 წლიდან აღდგა. ეს არის ტრადიცია, როდესაც 3 ჯვარი გამობრძანდება სვეტიცხოვლიდან, იკურთხება ხარების დღესასწაულზე და აღდგომიდან მესამე შვიდეულში მენელსაცხებლე დედათა კვერეს ხსენების დღეს გამობრძანდება ნაკურთხი ჯვრები და ამ 3 მიმართულებით წაბრძანდება. ამ პროცესში მონაწილეობას იღებენ როგორც სასულიერო პირები, ასევე მრევლი და ეს არის სიმბოლო, როგორც ჯვარი ბოროტებაზე გამარჯვებისა და სიმბოლოა, რომ ჩვენი ქვეყნის ერთიანობის, სიმტკიცის და ძლევამოსილების ჯვრის ძალით გამარჯვების მართლმადიდებლობის ზეიმით. დღეს არის ძალიან დიდი დღესასწაული, რომელიც უკავშირდება წმინდა ნინოს შემოსვლას, მის მოღვაწეობას და ის რომ მისი მოღვაწეობის შედეგად და ხედვით, ანუ ის რაც მას ეხილვა, შეეწია საქართველოს და აი 3 ჯვარი, რომელიც აღიმართა ხოთის მთაზე, უჯარმაში და ჯვარზე, ამის მეშვეობით დაემსხვრა კერპები და ეს მნიშვნელოვანია. დღევანდელი დღე აღდგომში დღეა და მინდა უფალს თქვა, რომ გაერთიანოს, დაიცვას და გააძლიეროს საქართველო. დღევანდელი დღის მალე შეეწევს ყველა ქართველს.